აი ძირფასო მეგობრებო, შემოგვიერთდნენ გუნდი მძლევარის ხელმძღვანელი კახა ონაშვილი და გუნდის ლოტბარი არჩილ როინიშვილი. შემოგვიერთდნენ მეგობრებო, ჯერ პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმ დიდი წარმატებისთვის, იმ დიდი სიამაყისთვის, რომელიც დაკავშირებულია გუნდი მძლევარის სახელთან, იმიტომ რომ თქვენ სადაც გადიხართ, საერთაშორისო ასპარეზზე ეს ხშირი მოვლენაა, ყველგან აჩვენებთ უმაღლეს კლასს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა და ხაზგასმით მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ 23 და 24 მაისს ჩვენ ერთად უმასპინძლებთ ვახტანგ სალარიძის სახელობის დარბაზში მაყურებელს ჩვენს ახალ ეთნო კონცერტზე არის ასეთი ქვეყანა და აი გუნდი მძლევარი უკვე ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის, იმიტომ რომ დიდი დატვირთვაა თქვენზე და ბევრი რამ გვაქვს მომზადებული როგორც ცალკე გუნდის შესრულებით, ისე ერთობლივად. მოდი ამ კონცერტის თაობაზე მითხარით, შემოგახა შენს და არჩილ. მოგესალმები პირველ რიგში შემოგია და აქვე დავძე იმ დიდ პასუხისგებლობას და იმ ადლიერებას. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ კონცერტში მონაწილეობის მიღება. ვემზადებით სრული დატვირთვით, ძალიან დიდი ინტერესით. ჩართული არის როგორც ახალგაზრდა და პატარა თაობა, ისევე უფროსი მომღერლები. და სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა კუთხის სირთულეებია ამ კონცერტზე წარმოდგენილი. ერთი სული გვაქვს ამ კონცერტისთვის შემართულად ჩავერთოთ ამ კონცერტის ფერხულში და სამზადისი ძალიან დიდია და ძალიან ესეთი პასუხისგებლობით სავსე. მადლობა. არჩილ შენგანი. რა თქმა უნდა, ყოველთვის თქვენთან თანამშრომლობა სასიამოვნო არის ჩვენი გუნდისთვის და ამასთან ერთად როგორც ახალგაზრდა ძალიან პასუხისმგებლობით სავსე და ყოველთვის ჩვენც და ახაც თავისთავად ბატონ ტარიელიც და ბიჭებიც გულანთებულები ველოდებით იმას, რომ როდის იქნება ის დღე, როცა ჩვენ ერთად ასე ვთქვათ დავდებ სცენაზე ჩვენს შრომას. ეს ყველაფერი იქნება 23 და 24 მაისს, უკვე ძალიან ცოტა დარჩა, მაგრამ აქვე ერთი რამ მინდა უთხრა მაყურებელს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თქვენს უნივერსალიზმს. არა მხოლოდ რეპერტუარზე მუშაობთ, არამედ ვცდილობთ, რომ ახალი შესაძლებლობები გახსნათ აი თითოეულ ბავშვი, მოზარდში თუ უკვე ჩამოყალიბებულ პროფესიონალზე. მოდი ამ სიახლეებზე ვისაუბროთ მძლევართან მიმართებაში. სიამოვნებით. პირველ რიგში ამ კონცერტზე ჩვენ ხალხური რეპერტუარით გამოვდივარ და ფესვი და ძირი არის ჩვენი ქართული ხალხური სიმღერა. ანალოგიურად სადაც მივდივართ გასტროლზე, ყველგან მიგვაქვს ჩვენი ძირეული, ჩვენი ფესვის და ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული კულტურა. თუმცა მათი ინტერესიდან გამომდინარე, მრავალფეროვნების ინტერესიდან გამომდინარე, ბიჭები შეეჭიდნენ როგორც საგუნდო, ისევე სხვადასხვა თანამედროვე კომპოზიციებს, ევროპული, ამერიკული თუ აფრიკული თუ ასე შემდეგ, ეთნოაფრიკული, შევეჭიდეთ ცოტა ჯაზს, როკს, პოპს. ამავე დროს ჩვენი ბიჭებიც უკრავენ ინსტრუმენტზე ბენდი, ასე რომ ვთქვათ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მათი ნიჭიერება არა მარტო ქართულ ხალხური სიმღერის სფეროში, არამედ აი ამ მოცემულობით, ამ მრავალფეროვნების კუთხით, რომელსაც ნამდვილად კარგად ართმევენ თავს და ვამაყობთ კიდევ ერთხელ ჩვენი ბიჭები და ჩვენი გუნდი. სრულიად სამართლიანადაც. მოდი მაშინ ასე გავაკეთოთ. ჩვენი გადაცემის დასასრულს შევთავაზოთ ერთი ისეთი კომპოზიცია, რომელიც არ აჟღერდება ჩვენს კონცერტზე, ანუ მისგან განსხვავებული, სწორედ უცხოური რეპერტუარიდან და საამისოდ თხოვს სცენაზე გუნდ მძლევარს. ოდესმე